ჩვენ თუ დავინახავთ იმას, არ ვიცი, ხა ყაველაშვილის დაგინების მე არ მჯერა, ხო, კაი ბიჭად უნდა მიმაწვდეს, მინიმუმ დაგინება რომ დავიჯერო მისი და დაგინების მიღმა ყველა ქმედება და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ქართული ოცნება განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან შიშულად მიანიშნებს და ამბობს იმას, რომ ივანიშვილი ემსახურება ჩვენი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს რუსეთის ინტერესებს. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და რა სად შეიძლება წავიდეს ქართული ოცნება, ამის ძალიან კარგი მაგალითი არის ერთის მხრივ ეს განცხადებები, რომელსაც რუსეთიდან ძალიან აქტიურად ვისმენთ, მეორეს მხრივ მეორე ხარისხის პროპაგანდაში ქართული ოცნების, თუ ნახავთ აი ეს რაღაცა ყველაზე დაბალ ფენას ქართული ოცნების პროპაგანდის, რაღაცა ეს ნანა კაკაბაძეებში და ასე შემდეგ, იქ უკვე ძალიან ისეთი მოხარშული აზრია, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს და რუსეთის ბაზები განალაგოს ახალციხეში და იმაში, რა ქვია, გორნიოში, აი, ჯონდი ბაღათურიები და ეს ჯურღმულების ყველაზე ბნელი ბინადრები გამოყარეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ამტკიცონ. ეხლა შესაბამისად, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ოცნება ამ საკითხს ტესტავს. ნეიტრალიტეტის საკითხს, რუსული ბაზების საკითხს, ამ თემებს ტესტავს და თუ ეს გამოუვა, რა თქმა უნდა, გაგრძელებს რუსული ინტერესების მსახურებას და აქეთკენაც წაიყვანს გადაწყვეტილებებს. მაგრამ ნუ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, ჯერ გატესტვის რეჟიმშია და მე რა ვიცი, ქართულ ხალხზე ბევრად უფრო დიდი წარმოდგენის ვარ ვიდრე ივანიშვილი.